მოგესალმებით ქართული ტელევიზიის ეთერიდან. თქვენ უცხრთ გადაცემას ცოდნის სკივრი. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათ საღამოს 10 საათზე, განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში კი ეს შესაძლებელია პარასკევს დილის 7 საათზე. როგორც ხედავთ, დღესაც ბატონი დემურ გიორხელიძეა და დღესაც რო ვთქვი ცოტა მეუხერხულა ბატონი თქვენი დაჟინებული თხოვნით. არა მარტო ჩემი, რატომ? მაყურებლები. მე უკან მაყურებლები მყავს. შეიარაღებული ვარ მათი იმით. და თქვენ წარმოიდგინეთ, არ წყდება ინტერესი ბატონი დემურის მიმართ. მე ვფიქრობდი, სიმართლე უნდა გითხრათ. მე ვფიქრობდი, რომ იცით რა, აი დემურ გიორხელიძე პოლიტიკოსი, დემურ გიორხელიძე ანალიტიკოსი, ეკონომისტი და იცით რა, ეს გადაცემა არ იყოს მეთქი რაღაცნაირად არ მოექცეს ჩრდილში. თქვი, იქ არაა საინტერესო ხო, მაგრამ ნახეთ რა ხდება? ნუ ეს იგი ძალიან საინტერესოა და მე რა მიხარია. ეს ვისაც ეს აინტერესებს თქვენი არაპოლიტიკური ხედვა, მე მაინც ვთვლი, მაინც კი არა, რასაკვირველია ვთვლი, რომ ეს ის ადამიანებია, რომელთაც ოჯახური ღირებულებებიც კარგად აქვთ გათავისებული. და ყველა მხრიდან აინტერესებთ ხა. ანუ მარტივად რო ვთქვა, საღი ნორმალური ადამიანებია. აი რა კარგი ის იყო შეფასება. აი ხო ხედავთ არა? ხო, მართლა ეგრეა და ძალიან მიხარია. ეხლა დღეს ჩაფიქრებული მაქვს როგორც წამყვანს, რომ რაღაცნაირად იცით, აი ვისაუბრეთ ქალიშვილზე. ვიცით რომ ყავს 3 არაჩვეულებრივი ვაჟკაცი ქალიშვილს, შვილიშვილები. ხო. და რაღაცნაირად გული მეთანაღრებოდა, რომ აუცილებლად საჭირო იყო შემდეგ გადაცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის 2 წევრი არ დაგვრჩენოდა უყურადღებოთ. მე მინდოდა სულ ბოლოში დიასახლისი მეხსენებია, იმით დამესრულებია. მაგრამ არა მგონია, რომ ზვიაც ეწყინოს, რომ დედასთან ერთად ვახსენოთ. ნუ ერთად მე თქვენი თხოვნა გადავეცი ერთად და მეორეცად, მაგრამ როგორც წინასწარ გითხარი, კატეგორიული წინააღმდეგი არიან. ძალიან ცუდი. მეუღლე გარანტირებულად ვიცოდი, რომ არ იქნება, ზვიადი კი ვერ დავიტანხმე, იმიტომ რომ საერთოდ არ უნდა საჯარო პირი რომ იყოს. ხო რა. ხო, სხვათა შორის მაქვს კითხვა მე ზვიადთან დაკავშირებით, რასაკვირველია თქვენი პასუხი ზვიადის პასუხისგან არ ამგონია, რომ განსხვავებული იყოს და ამიტომ მე მინდა ის კითხოთ. მინდა იმით დავიწყო, რომ ვკითხო დემურ გიორხელიძეს, როდის მიხვდა, რომ ქალბატონი მერია ბულაძე დღეს მეუღლე დემურ გიორხელიძისა, რომ ეს ის არის. როდის და როგორ მიხვდა დემური ამ ამბავს დემურ გიორხელიძე? ეხლა რაღაც რომანტიზმის პერიოდიდან სიუჟეტებს ვერ მოგიყვებით, მაგრამ ჯერ მე დავიწყე მუშაობა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქუთაისში და შემდეგ 1 წელიწადში ჩემმა მეუღლემ დაიწყო მუშაობა თეორიული მექანიკის კათედრაზე. მაშინ მასალთა გამძლეობა თეორიული მექანიკა ერთად იყო, როგორც გითხარით, ჩემი მეუღლე მათემატიკოსი თავისი პროფესიით და თეორიული მექანიკა როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტალური საინჟინრო დისციპლინა. არ დამაკმაყოფილა თქვენმა პასუხმა. ბატონი დემურის მეუღლე არა მარტო მათემატიკოსი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ეს გახლავთ კომაროველთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი.
ხო, აი ეს არ მინდოდა გამომრჩენოდა და 13 წლის უკან 50 წლის დავი აღნიშნეს პირველმა კომაროველმა საუცხოო ხალხი იყო მეც როგორც კომაროველის მეუღლე მიწვეული ვიყავი ამიტომ სადღაც მაინც აღმოჩნდით უკან მეუღლის ჭრდილში და იცით ეს ალბათ განაცხადია უკვე რომ ჯერ ერთი მე პატივისცემა მიჩნდება მამაკაცის მიმართ რომელიც მათემატიკას ფლობს კარგად კომაროველია თუ არა ნუ ხა ჩემი ბაჟიშვილი კომაროველი არ იყო მაგრამ მათემატიკას ისე ფლობს რომ საოცრად ეს მამისგანა აქვს და ამიტომ ხა მე არა მაქვს უფლება იმიტომ კი არა რომ პირადი შეხედულებაა ჩემი ესეთი ეს ცნობილი ფაქტია რომ მათემატიკა ხანდახან დემურ ღმერთების ენას უწოდებენ მათემატიკას უფრო მარტივად რო თქვა ეს არის აუცილებელი განათლების სისტემაში რომელიც ადამიანს ნებისმიერ ადამიანს სწორად აზროვნებას აჩვევს გაარჩიოს სად არის არასწორი სად არის სწორი მათემატიკას იმიტომ არ ასწავლიან რომ მათემატიკოსი გამოვიდეს ყველა ვერ გამოვა მაგრამ მათემატიკა არის განათლების ყველაზე უმნიშვნელოვანესი დეტალი თუ თქვენ გინდათ ადამიანს აზროვნება ასწავლო. როდესაც 2000 წელს მე მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი პირველი ჯგუფი შეიკრიბა მაშინ გუდაურში იყო ეს პირველი შეკრება მე მთხოვეს ეგ ცნობილმა პარლამენტარმა მთხოვა მაშინ იყო იქ ყველა ის ადამიანი რომელსაც უკვე ამზადებდნენ საქართველოს განათლების სისტემის გასანადგურებლად. შემდეგი მინისტრები ესენი მე გასაგებია აბსოლუტურად სხვა სფეროდან მოსული ადამიანი ვაყალიბებდი კონცეფციას, სხვათა შორის მე ეს გავიმეორე ამერიკელებთან ერთად უკვე სხვა ფორმატში და მომწერეს რომ 22 ამერიკულ საიტზე იყო განთავსებული ეს შეხედულებები თუ როგორი უნდა იყოს მომავალში თანამედროვე განათლება. მე ყველაზე უფრო რაც გამოუგნა ამ ადამიანებში, ბევრს ვიცნობდი, ახლა როცა პარლამენტარი ხარ, მით უმეტეს სანამ პარლამენტში ვიყავი ცენტრალური ქართული გაზეთები აჭრილებული იყო იმ სკანდალური გამოკვლევებით, რასაც ჩვენ კონტროლის პალატის სისტემაში ვაკეთებდი. ამიტომ მე არ ვიყავი გაუხმაურებელი და გამოუგნა მათმა ზიზღმა მათემატიკისა. რას ამბობთ? ისინი არ მალავდნენ, რომ ეს ფუნდამენტალური საგნები საჭირო არ არის. გასაგებია ჩემი რეაქცია როგორიც იყო და მე მალე ჩამოვცილდი ამ ჯგუფს, იმიტომ რომ მე ვხედავდი, რომ თქვენ წარმოიდგინეთ ის რაც ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო მზადდებოდა გაცილებით ადრე. და 2000 წელს მე შემიძლია გითხრათ პირველი ასეთი საჯარო შეკრება უკვე ამ რეფორმატორების ჯგუფისა, რომელშიც მეც მოვიაზრებოდი, ეს იყო ჩემთვის პირველი დიდი აღმოჩენა, იმიტომ რომ ამ ხალხს ზოგიერთს ვიცნობდი, ზოგს ახლოს, ზოგს ცოტა მოშორებით, ზოგს ძალიან ახლოს კიდე, როგორც იყო ლომაია. ой, დამანგრეველი. დიახ ჯერ კიდევ ირაკლი შენგელაიადან ჩვენ ერთი ჯგუფი ვიყავით მე გამოუგნა მათმა ზიზღმა აი კიდე გეუბნებით ეხლაც როცა ვიგონებ უსიამოვნებად იცით რა რო გეთქვათ ეხლა თქვენ მიუღებლობა მათემატიკისა კიდე ზიზღი თქვენ ეს არის საქმე რა შეიცით მე შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე რომ ვინც ქართული სისტემა მოშალა არადა მას პატარა მოდერნიზაცია ჭირდებოდა ის პატარა იდეოლოგიზირებული გირებული ნაწილი უნდა მოცილებულიყო და კიდევ უფრო გაძლიერებულიყო უკვე არა მხოლოდ ფუნდამენტალური არამედ ფუნდამენტალურ ჰუმანიტარული საგნების შერწყმა არა პლუს იმიტომ რომ ეს მექანიკური ზედება არაფერს არ იძლევა ჰუმანიტარული საგნები დანახული ფუნდამენტალური მეცნიერებიდან და მე 20 წლის წინ პირველი ჩემი ორიგინალური ლექციების კუთხით წავიკითხე არაწრიული პოლიტიკური პროცესები ანუ პოლიტიკური პროცესების ანალიზ დაუდე საფუძვლად თანამედროვე მეცნიერების ფუნდამენტი ერთ-ერთი რომელსაც კი არაწრიული დინამიკა ეს საოცარი რამეა მე ამ სფეროში მუშაობდი და საოცრად
ზუსტად ასახავს იმ რთულ პროცესებს, რომელიც პოლიტიკაში არის. მე მიმაჩნია, რომ ყველა ეს ადამიანი კომპლექსიანი იყო საბჭოთა განათლების სისტემაში მათი უნარობის გამო. კარგი შეფასებაა. უნარობის გამო, იმიტომ რომ მათ შეიძლება რაღაც ჰუმანიტარული სპეციალობები, რაღაც ძერელი სპეციალობები დაამთავრეს, მაგრამ ეს იყო უკმარისობას გრძნობდნენ მაინც რომ არ ეცოდნენ. ეს იყო სწავლით გაწამებული ხალხი, რომელმაც შური იძლია ჭეშმარიტ განათლებაზე. აი ასე იწყებოდა ის ნგრევა, რომლის საუბედუროდ მომსწრე მეც ვარ. ეხლა დემურ გიორხელიძეს იცნობს მთელი საქართველო და არა მხოლოდ. დღეს მინდა პატარა ისეთი სურათი შევძლოთ, შევქმნათ მერი აბულაძისა და რატომ? ჩვენ გიდათ საშერმებლად სკანდალი სასკანდალოს არაფერს მიტყვით. მომიწყო. ისე ყუმბარო რომ გიდევ ცალში ალბათ მერის სახით ხო იცით ეგ ამბავი. აი გამოსვლებიდან დაკავშირებით. აი მოსკოვში რომ მისი სამეცნიერო გამოსვლა იყო და იქ რომ ესე იგი და როგორ იყო ეს ქალბატონი ის არისო. это женское дело. და ამას რას ფეროზე ამბობდა. ხო და ამდენად თლად მე ნუ დამაბრალებთ ხო და იცით რა დემურ გიორხელიძეს იცნობენ და რახან მე ის ჩამოთვალე რა განათლებაც მას აქვს. ქალბატონ მერი აბულაძეს მე იცით იმ დღეს რო წავედი აქედან როცა ჩვენ ძალიან გაკორით აღნიშნეთ თქვენ რა გამახსენდა იცით 50 წლის პედაგოგობის სტაჟის ქალბატონმა მოსკოვში მომუშავემ სტუმრად ვიყავით იქ სასეირნოდ ჩავედით და სტუმრად მიგვიწვიეს და 50 წლიანი სტაჟის მქონე ქალბატონი ამბობს რომ თქვენ ბავშვის აღზრდითო არ უნდა შეწუხდეს მშობელია. აღზარდეთ თქვენი თავი, ბავშვი მაინც მაგალითზე იზრდებაო. გაბედეთ ახლა და შეეკამათეთ, შეედავეთ. მოდით ასე ვთქვათ, არის რაღაც ადამიანში შინაგანი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ქუთაისში ლექციებზე, როდესაც ის შედიოდა, ხო იცით როგორია 200 კაციანი აუდიტორიები, ახლა არ არის ასეთი ლექციები, მაგრამ მაშინ იყო ეს ყველაფერი. ნებისმიერი, რომ მიტყვიან, განწყობის სტუდენტი, ეს ცოტა ისეთი იყო, ყველანი იყვნენ არანორმალურად, ესე იგი მორიდებული თავდაჭერილები და მის ლექციებზე რომ ვიტყვიან ბუზის ხმაც კი ისმოდა. ის შინაგანად იყო ისეთი და ამით იგი გამოხატავდა თავისი საქმისადმი დამოკიდებულება. ამას ბავშვები გრძნობენ. რა თქმა უნდა. ძალიან გრძნობიარეები. მე მიხარია რომ დღესაც მეხმარებიან ჩემი ყოფილი სტუდენტები და ჩემზე რაღაც მსგავს ამბობენ და ეს არის უდიდესი სიმდიდრე. საქმე რაშია? საქმე იმაშია, რომ პროფესიონალიზმი მოითხოვს უზარმაზარ შრომას. შენ ვერ გახდები პროფესიონალიზმით პროფესიონალი, მაღალი დონის სპეციალისტი თუ ამაში უზარმაზარ შრომას არ ჩადებ. ცხადია არის პირველ საწყისი, მოდი სადღაც 10%-ის ფარგლებში ტალანტი რასაც ქვია, ხო სწორია? ნიჭი რასაც ქვია, მაგრამ თუ გნებავთ 20% იყოს ეს მონაცემი, მაგრამ ამ ნიჭს გამოყენება ხო? თუ შენ ამას არ ავითარებ და კოლოსალურ შრომას არ დებ, შედეგი არ იქნება. მე მახსოვს მაშინ ძალიან კუდრაჭა იყო თბილისი, ვიცით ახლა სხვანაირი ქალაქი იყო. იან გილანი ჩამოვიდა, ცნობილი როკ მომღერალი იშვიათი და მან ინტერვიუში თქვა ის რომ ჩემს წარმატებაში 10%-ია ტალანტი და დანარჩენი არანორმალური შრომაა და კუდრაჭა თბილისის ხო იცით ბომონდმა იუკადრისა ეს რაც ქვია შრომა, რაც ქვია ეს და ნუჭი ან ხარ ნიჭერი ან იმიტომ
გვაქვს ჩვენ ეს ზერელობა და იმიტომ არა გვაქვს ის ღრმა პროფესიონალიზმი. არა და ის აბსოლუტურად სწორი განმარტება იყო. სწორად ამბობ. სწორი განმარტება იყო. აი რა იყო? ცხადია ეს დამოკიდებულება შემდეგ გადატანილი იქნა ოჯახში, იმიტომ რომ მე მართალია კატეგორიით მივეკუთვნები გიჟი მამები რო არიან, ხო იცით? არ ყოფილა შემთხვევა მე რომ შვილებზე წინ რაიმე დამეყენებინოს, იმიტომ რომ მე უნდა მივსულიყავი იმ დროს, როცა ისინი ელოდნენ, მე უნდა მესაუბრო მათთან. რა რიცით, როდესაც ბავშვებთან გაქვს ურთიერთობა, შენ პირველ რიგში უნდა განსაზღვრო, რა გინდა? აი, რანაირი შვილები გინდა რომ გამოვიდეს? და იმისთვის რომ შენ მე მაგალითად და ჩემ მეუღლეს მაქსიმუმი გქონდა ჩადებული იმაში რომ ჩვენ გვინდა ისინი გავიდნენ განვითარების იმ ტრაექტორიაზე როცა თავად გააგნებენ გზას მაგრამ მე სულაც არ არის მარტივი რამ იმიტომ რომ ამას უნდა ყოველდღიური კოლოსალური შრომა იმიტომ რომ სანამ ისინი ექვემდებარებიან ზემოქმედებას, მაგრამ ეს ზემოქმედება არავითარ შემთხვევაში იძულებითი არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს დაკვირვება მათ მოძრაობაზე, მათ სიტყვებზე და ძალიან ფრთხილი კორექტირება, იმიტომ რომ ბავშვებს აქვს წინააღმდეგობის უნარი, როცა მათ უხეში ჩარევა არ უყვართ, იმიტომ რომ ისინი რასაც აკეთებენ პროტესტი ჩნდება ამ დროს. ხო, ისინი რასაც აკეთებენ, ბუნებრივად აკეთებენ თავისი შეხედულების ფარგლებში, მაგრამ იმისათვის რომ კორექტირება მოხდეს, არის ყველაზე ფუნდამენტალური რამ, რაც ჩვენ სწორად განსაზღვრეთ. ბავშვები პატარა ასაკიდან კულტურაზე უნდა დააჯინო, რო იტყვიან. საკვირველია. მაგრამ ამ კულტურაზე იმ შემთხვევაში დააჯინოთ, თუ შენ თვითონ ახარ, ხო? ხო, გაცეთ ცალკე პრობლემა, მაგრამ მე ვხვდები ახლა რომ იმ პედაგოგს პასუხობთ ახლა. დიახ, ხაცეგა მე გეტყვით იმას, რა კი მე გავლილი მქონდა ჩემ მეზობლებიდან ის პერიოდი და ვიცოდი რას ვეძებდი, მე რა არ მყოფნი და რა მომცა იმ გარემომ, რომელმაც მე ფაქტიურად შემცვალა, მე ვცდილობდი რომ ამ ჩემი წარსული გამოცდილებიდან მის წინაშე გამიშალა მაქსიმალური შესაძლებლობები და ისეთნაირად დამეკვალიანები თანამედროვე თქვათ ლიტერატურა იქნებოდა კლასიკა, თანამედროვე მუსიკა რომ მას შეეძლებოდა ანალიზის უნარი, რა თქმა უნდა ეს მარტივი საქმე არ არის. კაცი ხო იცი როგორია შეიძლება სადღაც кейფის სუფრაზე ეძახდნენ, არა მე მიმიტოვებია უამრავი თქვათ მიპატიჟება და რამე, ოღონდ იმიტომ რომ იქ ბევრი არ არის ეგეთი მამა. მე ხო გითხარით ნორმალურ მამებს არ მივეკუთვნებთ. ხადია იგივე იყო ჩემი მეუღლეც და ამ ინტენსიური შრომის შედეგად, რომელსაც ინტენსიურად ოღონდ გარედან ვაკვირდებოდით, რომ არ შეემჩნიათ არაფერი. როდესაც მე დავინახე, რომ მან დაიწყო კირკიტი, ჩვენ ბევრი წიგნი ჰქონდა, ყველაფერი ჩემი ნახე, დაახლოებით 3000-მდე წიგნი ჰქონდა. მე დავიწყე ეს დაქირავებულ ბინაში 2 წიგნით და ახვედით 3000-ზე. და ავედი 3000 წიგნზე. და როცა მან დაიწყო ჩამოღება ისეთი გენიალური ვინმეებისა, როგორც არის ვაჟა-ფშაველა, ფილოსოფია. როგორიც არის არა მხოლოდ ქართული ბრწყინვალე, არამედ მან დაიწყო კლასიკის ჩამოღება, კითხვა, არა მხოლოდ ლიტერატურისა. მე მაშინ უკვე უთხარით ჩემ თავს, რომ ფუნქცია შესრულებულია, მეუღლემ და მე შევასრულეთ ჩვენი ფუნქცია. ამიტომ არის, როდესაც ქალიშვილი ჩავიდა ამერიკაში, მას აქვს ზედმეტსახელი ინტელექტუალური ყუმბარა. თქვენ ამერიკაში ყუმბარაზე და აკაც მეუღლის სახით. ზვიადი არის და ინტელექტუალურად ძალიან ღონიერია, ძალიან. ახლა ეს
მუშაობს აი მსოფლიო გადავედით ზვიადზე უკვე ბუნებრივად აი მსოფლიო ოთხეული რომ არის აუდიტორიულ საკონსულტაციო ფირმა Deloitte თბილისის წარმომადგენლობაში მუშაობს რამდენადაც ვიცი რამდენი წლისაა ზვიადი ზვიადი უკვე 37 გადასცილდა ხო ქალიშვილია უფროსი მე ასე მახსოვს ქალიშვილია უფროსი რას ამბობთ და ცხოვრობს ასე თავისი დამოუკიდებელი ცხოვრებით თუმცა ყოველთვის ურჩევნია რომ სახლში მოვიდეს ცალკე არის მაგრამ ურჩევნია რომ სახლში იყოს საქმე ის არის რომ ამ შრომას არ აქვს ცალსახად გარანტირებული შედეგი დიახ იმიტომ რომ შენ იმის დამიხედვით თუ როგორია ხასიათი ბავშვისა უნდა მოძებნო მაინდა-მაინც ის გზა რომელიც მისთვის ყველაზე უფრო მისაღები იქნება არა შენთვის რა არის იოლი არამედ მისთვის აღქმისთვის შობლისთვის მისაღები და მისთვის კი და როდესაც ის იწყებს აი გემოგაუგო ფიქრსო, ხო იცით? ანალიზს, აი რეფლექსიას, როცა ის ამას გემოს უგებს, შენი ფუნქცია უკვე ამოწურულია, იმიტომ რომ მან უკვე იცის როგორ და ხარ ბედნიერი ამ დროს. მეც დიდი სიხარული რა უნდა იყოს ეხლა მე იმ კითხვაზე პასუხი უკვე გაეცით პასუხი იმ კითხვაზე რომელიც უნდა დამესვა. ზვიადს აქვს ყველანაირი საშუალება იმისა მე ვიცი რომ ამერიკაში იყოს ძალიან წარმატებული. კი რა თქმა უნდა. ყველანაირი პირობა აქვს ამისი ეხვეწება და არ მიდის. ეს განწყობა მე შემომჩნია ადრე შენიშნე რამ განაპირობა აი რა აი გეტყვით ესე იგი ის სწავლობდა ქუთაისის ცნობილ გიმნაზიაში აი ეს პირველი გიმნაზია რო იყო მთელი საქართველოს უბრწყინვალესი ადამიანები უნივერსიტეტის დონეზე მე მინდოდა იქ ესწავლა შვილებს იმიტომ ყველაფერს აქვს თავისი გარემო მაშინ იქ იყო ქუთაისში ძალიან ცნობილი ილია გენძეხაძე და თუმცა მაშინ ტერიტორიული პრინციპით მე ავტოქარხნის დასახლებაში ვცხოვრობდი და ეს ცენტრში იყო არ გვეკუთვნოდა მაგრამ უარი არ მითხრეს მე რა კი მაშინაც უკვე ნელ-ნელა ცნობილი მართალია ქუთაისის მასშტაბით ვიყავი ქუთაისის მასშტაბი იყო თბილისს რო ამარაგებდა ინტელიგენციით ეს ის გადასარევით რო იყო და შემდეგ იყო როცა მე პარლამენტში წამოვედი ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა არის რო გითხრათ სიმართლე ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად ბუნებრივია ერთი წლის მერე ახლა ნუ ბავშვებმა მეუღლე იქეთ ხარ იქნებოდა და მივედი აქ პირველ სკოლაში ახლა გიმნაზიაში ცნობილი დირექტორი ქალბატონი იყო და ცხადია მიცნო და მეთხრა დემურ შენ რო გინდა ისეთი სკოლა არა მაქვს მაგრამ სხვაზე უკეთესი სკოლა კი მაქვს ეს რამოდენე გულახდილობა იყო წარმოგიდგენია და შემდეგ იყო და რა გადაწყვიტა დემურმა ამ დროს ცხადია ახლა მე პარლამენტში ვიყავი ბინა დაქირავებული მქონდა გრიბოედოვზე რა იყო ბოდიში ინგოროყვაზე იქვე პარლამენტის უკან და სკოლა იქვე იყო და ამიტომ მოსახერხებელი იყო ყველანაირად შემდეგ იყო გაიხსნა აი ზალდასტანიშვილმა ქართულ-ამერიკული აკადემია ეს იყო პირველი და ჩემი შვილი პირველი გამოშვება ამ აკადემიის მათი დირექტორი იყო მაშინ ამერიკელი ეგრეთ წოდებული საზღვაო ფეხოსანი ყოფილი საზღვაო ძალიან სერიოზული კაცი იყო და მან ბოლო კლასი იყო, როცა 4 ბავშვი შეკრიბა ყველაზე უფრო ისეთი რომელიც თვითონ ჩათვალა საჭირო და წაიყვანა ამერიკაში.
მათ შორის არის ზვიადი. მათ შორის ზვიადი არის და წარმოიდგინეთ ახლა მათი წავიდა და მან თავისი მეგობრებით სუროს ლიგის უნივერსიტეტები ჩამოატარა ამ ბავშვს და თავის მეგობარ პროფესორებთან გაასაუბრა. ამ დროს და იქ არის უკვე? არა და ჯერ არ არის. არ არის. ხო მეგობრებმა უთხრეს რომ ესენი დონით თუ აღემატებიან თორე არავის არ ჩამოუვარდებიან ახლა აქ მთავარია ტექნიკურად როგორ გაივლიან მისაღებ გამოცდებს ხო როგორც არის ხო თავისი ფორმალობებია სრულად განსხვავებული პრინციპებია რაღაც უნდა დაწერო ისეთი რომელიც ვიღაცას მოეწონება ეს ცოტა სხვა რამეა და ამასობაში მან ამ დირექტორის რეკომენდაცია იყო გაიარა ცნობილი ამერიკული კერძო სკოლა ექსეტერი რასაც ქვია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკოლა რომ გითხრათ სიმართლე დიდად აქტოვანებული არ დარჩა რას ამბობ და რატომღაც გადაწყვიტა რომ არ დარჩენილიყო ამერიკაში და ჩამოვიდა საქართველოში და შემდეგ გააკეთა ის არჩევანი რომ წავიდა ლონდონში და ეკონომიკას ეუფლებოდა მის დამოკიდებულებაში საინტერესო რა არის ეხლა მე მატერიალურად ძლიერი არასდროს არ ყოფილა იმიტომ თლათ ესე იგი ბჭყალებში შანსიანი ვერ ვიყავი ამ საქმეში ხო გამიდეთ მიდექი მოდექი ტიპი მაშინ დემოგერხელს ვერ იქნებოდი ამდენი როგორც კი დაამთავრებდა გამოცდებს ლონდონში მეორე დღეს აღებული ჰქონდა ბილეთები და სახში მოდიოდა ახლა მე გასაგებია ახლა ცოტა სანახევროდ ხუმრობით საყვედურობდი ახლა მერჩევნა რომ ის ბილეთების ფული იქ გამეგზავნა და იქ მართალია გაერთე იქ და ზაფხულში ჩამოდი ახლა იანვარში ჩამოსვლა თან ისე იტყოდა მშრალად ლონდონი კაია მაგრამ საქართველოს გაცილებით უკეთესიაო დიახ და ეს მე გითხრათ სიმართლე ძალიან ვიხაროდა არც ლონდონში არ დარჩა თუმცა იქ ამის საშუალებები ცხადია იყო და ჩამოვიდა აქ და მუშაობს და არის თავისი ცხოვრები ცხოვრობს ტელევიზიაში არ გამომყვა იმიტომ რომ მითხრა რომ ესეთი ცოტა ირონიულად მითხრა ცუდია ტელევიზია დათანხმებოდეთ ალბათ რასაც მე მიყურებენ ტელევიზიაში იფიქრეს რომ ხო მოკლედ დემურ ბავშვებზე ვლაპარაკობთ მინდა გთხოვოთ რომ იქნებ გაიხსენოთ რომელიმესგან დასმული რომელი კითხვა ბავშვებმა ხო კითხვების დასმა იციან გაუთავებლად აი რომელი კითხვა იყო ის რომელიმესგან სულ ერთი კალვაჟი რომ იყო და რომელიმეც გაგაკვირვებდათ აი რომელი კითხვა იყო ისეთი მათგან დასმული რომელმაც დემურ გიორხელიძე გააკვირვა ახლა ასეთი ძალიან გამორჩეული კითხვა მიჭირს ხშირად სვამდნენ კითხვებს მე თვითონ ვაჩვევდი ამას თავიდანვე პატარები რომ იყვნენ რომ მე რასაც საუბრობდი მათთან კრიტიკულად მოესმინათ და თუ იმეც კითხვები დაესვათ იმიტომ ამასაც უნდა მიჩვევა კითხვის დასმა ბავშვისთვის ბავშვის მხრიდან არის საოცრად დიდი რამე იმიტომ რომ გამოდის რომ იგი უსმენს იმას რასაც შენ ამბობ იაზრებს და იმიტომ რომ კითხვა დაკავშირებულია რასაც კითხვის დამსმელმა იცის რაზეა საუბარი და რაღაცის დაზუსტება სურს ერთ-ერთი მთავარი კითხვა წინაგადაცემაში გითხარით, როდესაც ძალიან კარგად სწავლობდნენ ორივე და გოგონამ როცა 13 წელს იყო სასაშიშ ასაკში, რატომ უნდა ვისწავლო?
და თქვენ ეს გაიყვანეთ და ეს არ არის უბრალო კითხვა, რომელსაც შენ შეგიძლია გასცე ზერილე პასუხი, ან და მენტორული თქვათ ტიპის საუბარი აწარმოო მათთან. ზვიადსაც გქონდა ასეთი რაღაცები, მას ახლაც ხანდახან ასე იგი უჩნდება, ხო იცით, რთული გარემოა და ხوار ჯობდა რომ წავსულიყავი, მაგრამ მამა მე გაუჩნდა ეკითხვა? ხო, იქნება საშუალება რომ აქ რო გავაკეთო ის რაც მე მინდა. მე ცხადია, ეხლა სულ შემართული არა ვარ, სისუსტეები მეცხოვავს ადამიანი ვარ. ბუნებრივია. ხო და ეხლა შვილს ვარ მოვატყუებ, ვეუბნები რომ პრინციპში უნდა შეძლო. გააკეთო ის რაც შენ გინდა, პრინციპში უნდა დაალაგდეს. რა თქმა უნდა, აპრიორი თქვა იმისა, რომ ყველაფერი ასე ცალსახად იქნება ძნელია, მაგრამ უნდობლობა რომ მქონდეს ამ გარემოსადმი ვერ ხედავდე, როგორ შეიძლება ამის გასწორება არ დგამდე ამისთვის ნაბიჯ, ჩემ შვილს ვერ მოვატყუებ და ვეტყოდი რომ არა მოვტყუებ. თუმცა გითხრათ სიმართლე, როცა პირველი საუბრები იყო, როცა ჩემი ქალიშვილი და სიძე ეუბნებოდნენ მას, რომ მე ვხედავდი აქ რთული მდგომარეობა იყო და მე ვთხოვე მაშინ ჩემს ქალიშვილს, რომ იქნებ დაელაპარაკოთ, რომ წაიყვანოთ, იმიტომ რომ მე მეშინოდა ბიჭია, ეს ხო მე ვხედავდი თან ძალიან ნიჭიერია, ძალიან ინტელექტუალურია, დაკვირვებულია წესიერების თვალსაზრისით, მე არ ვიცი, აი თუ შეიძლება რაღაც ეტალონი არსებობდეს იმ დონის არის. ესაუბრეს, მაგრამ არ გამოჩინა დიდი ინტერესი და მე არ ჩავრეულ ვარ ამაში, იმიტომ რომ ეს თვითონ უნდა გადაეწყვიტა. ასე რომ რთულ გარემოში უწევს, ჩვენ ეხლა როცა მე ვაკვირდები აი ჩემს ვაჟიშვილს, ეს სხვა გენერაციის ქართველია. აი მაგალითად იმ თაობის ქართველებიდან, რაც ჩემი თაობა, მას მხოლოდ ქართული სული აქვს წაღებული. თავისი ქცევით, მენტალური კონსტრუქციით და სული რაც ნიშნავს, სული არის კულტურისადმი, ოჯახისადმი, დედისადმი, მამისადმი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება, ხო? ეს ყველაფერი არის ერთიანობაში ქართული სული, ხო? სხვა ქცევის მანერებით, კონსტრუქცია მენტალური და ასე შემდეგ არაფერი ძველი. ყველაფერი კარგის ნაზავი. კი მე მithkoms რომ 10 ჯერ ჩემზე უფრო გაუმჯობესებული ვარიანტია თქო და მე მიხარია რა კარგია მაგის თქმის ისა რო გაქვს საშუალება ჩემი შვილი ამთავრებს უკვე უნივერსიტეტს იქ და მეუბნება ერთ დღესაც რომ ბებო მე ავირჩიე საქართველოს ეკონომიკა და ჩემგან დუმილი ტელეფონზე და მე იქიდან შემეხმიანა რო ხوار გაითიშა ისა და ბები მე უთხარი ამდენი ქვეყანა არსებობს რა გინდა საქართველოს ეკონომიკა ეხლა იქიდან დუმილი ბებო მე ქართველი ვარ კი აი ეს არის ის რაც ალბათ მე სადაც კი მქონდა საუბარი ყოველთვის მithkoms ახალგაზრდებისთვის რომ ის რომ თქვენ ქართველი ხართ და ქართული კულტურის წიაღში ხართ აღდგილი აი მერწმუნეთ თორე ყველა ამას დამიდასტურებს სადაც კი იქნებიან რომ ეს არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა მსოფლიოში გეთანხმებით, კარგი შეფასებაა. ჩემო შვილიშვილებმა იციან, ისინი არიან ქართველი ამერიკელები და მათ იციან, რომ ისინი ქართველები არიან. ისინი უკეთეს მდგომარეობაში არიან. ისინი უკეთესი. დედა ყავთ ქართველი და ჩემებს დედა ყავთ ამერიკელი. ხო, მაგრამ დედა ყავთ ქართველი და ამერიკელი მამა ყავთ, არანაკლები ქართველი, რომელიც თავისი სული გააქართველეთ.
არა მისით გაქართველდა ისე საკუთარი სურვილით თვითონ შეისწავლა საქართველოს ისტორია, მართლმადიდებლობის ისტორია, მცხეთაში მოინათლა მართლმადიდებლად და ასე შემდეგ ჯვარი დაიწერა თავის მეუღლეზე და ამიტომ ქართველობს სულით და ხორცით. ამიტომ რა ვიცით, აი ეს არის საით მიყვავს ეს საუბარი ჩვენ ბავშვებისთვის თავი არის გარემო. აი ჩემ შვილიშვილებს მაგალითად ძალიან მაგრა გაუმართლეთ. რა თვალსაზრისით? იმ გარემოში მოხდა. მე მგონი ჩემ შვილებსაც მაგრა გაუმართლათ, რომ ისეთი დედა ყავთ და ანუ მეც რაღაც დოზით ჩემი ფუნქცია შევასრულე. რაღაც დოზით კი არა, დემო რაც თქვენ აღნიშნათ ახლა დღეს. მხოლოდ დღეს. კი, მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ასეთი მამები იშვიათია. ერთ კარგი, აი თავდად, აი გიჟი მამების კატეგორია ზუსტად ჩემი. ბატონო, ეგ იშვიათია. მე ეს ურთიერთობა რა თქმა უნდა, შვილიშვილების საერთოდ სხვა ფენომენია და როდესაც უმცროსი ნიკა პატარა იყო, ჩვენ მქონდა შეთანხმება, რომ მე საღამოს იმ დროს უნდა მივსულიყავი სახლში, როდესაც მასთან თამაშს მოვასწრებდი. ეს თხოვნა იყო ესეთი. მერე შევედი სახლში დაგვიანებით. დამხვდა განრისხებული, წარმოვიდგინეთ, ახლა სადღაც 3.5-4 წლის იყო და ხელებ გაშლილი და დაქუფრული სახით night time ბაბა, night time. არ მითხრეს იქ უკვე გვირია. აი მე ძილის დრო არ შემიძლია. ეგ არასოდეს დაგავიწყდა მათ. ამაზე მეტი ის არ ვიცი რა. შვილზე როცა ლაპარაკობდა, გნებავ შვილი შვილზე ხო? აი და ეს კარგი გაქვს სათქმელი. მე არ დამავიწყდებ ახლა ერთ წუთს მას ვიზავ გამოვიყენებ იმიდან. ამ დროიდან ჩემი ბავშვი ჩაირიცხა უნივერსიტეტში, ну ესე იგი ორი ბავშვის ქულები მოაგროვა. მაგრამ 2 თვის შემდეგ გვეუბნება რომ მე აქ ვერაფერს სწავლობ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და ну ჩემი მეუღლე ხომ მეცნიერია, პროფესორია, ბევრი ნაცნობი ყავდა და დეკანი იბარებს და ეუბნება რომ ბატონო ანძო ძალიან მეწოდება თქვენი შვილი აქო და ერთი ყმაწვილია კიდევ ისო ვანიდან არის ისო. ხო და ჩემ შულს არაფერი აქ შესაბრალებელი ანზორმა უთხრა. იმიტომ რომ ეს ინსტიტუტიდან სახლში მოდის და თბილი მშობლები ხვდებაო. ისე მშობლები არა, მშობელი. ის თავის ასპირანტებში იყო ჩაფლული. და აი ეს ვანელია პატივსაცემი, რომელსაც ბინანაქირავები აქვს და მაინც იმდენს ახერხებს რომ ეს გავხდით იძულებულები რომ გავუშვით მე ამერიკაში შესწავლებლად და ნუ იქ ჩაირიცხა თავიდან და თავიდან გამთავრდა. რა თქმა უნდა, კარგი მდგომარეობა რო ყოფილიყო, არჩევი ქალიშვილი არის წამსვლელი. ნუ ზიადი თავისთავად არ მიდის, იმიტომ რომ რა ვიცით, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო და ვერ მოვაწყეთ იქ ისეთნაირად რომ ეხლა მოდის საოცარი ახალგაზრდობა. ამ ახალგაზრდობას სჭირდება მსოფლიოში საუკეთესო განათლება, ამას სჭირდებათ კარგი ჯანსაღი გარემო, სადაც ისინი გაიზრდებიან პროფესიულად, პიროვნულად, იმიტომ რომ ყველაფერს ჩამოყალიბების პერიოდი აქვს და იქნებიან იმ გენერაციის ქართველები, რომლებიც ამ ქვეყანას განავითარებენ. ეს ჭაობი, რომელიც ახლა ქვეყანაშია შექმნილი, მე ცოტა პესიმიზმო შემიფხვრა. მე არა ვარ პესიმისტი და ამიტომაც მოქმედებ ათასნაირად. კარგია. იმიტომ არასდროს არ შევეგუები ამას, იმიტომ რომ ამ გარემოში დიდი შანსია და განათლების სისტემა რატომაა საჭირო? ჭკვიანი არ დაიკარგოს. მოსწორია, ამბობენ რომ გენიოსი არ დაიკარგოს, რომ გენიოსი ვერ გააგნებს თავის გზას, თავისთავად თუ გარემო არ არის. ის ყოველთვის თავის გზას აგნებენ უნიჭოები, ხეპრეები, რომლებიც ამ ცუდ გარემოში, როგორც თევზის წყალში ისე გზნობენ თავს. ამიტომ
შენ ჭირდება განათლება, შენ ჭირდება მეცნიერება, შენ ჭირდება საერთო გარემო იმისთვის, რომ სტიმული მაგრამ იყოს. სწავლის მსურველთა რაოდენობა საოცრად შემცირდა და მოიცვა მთლიანად ამ ქუჩის დაგისვა. აბა ამ საზიზღარ ჭაობში რაში ჭირდება სწავლა და განათლება და პროფესიონალიზმი ადამიანს ახალგაზრდა დემურ მაკედან გამომდინარე გამიჩნდა ახლა კითხვა ერთი დღით დაგსვეს განათლების მინისტრად პირველივე ბრძანება რაც იქნებოდა დემურ გიორხელიძის გამოცემული რა არის მე არ ვფიქრობ ერთ ბრძანებაში ეს ჭაობი შეიძლება და მაგრამ რაღაცის დასაწყისი აღმოჩნდებოდა მე შემიძლია გითხრათ ის რომ აბსოლუტურად ზუსტად მაქვს წარმოდგენილი და არაერთი სტატია მაქვს ამაზე დაწერილი როგორი უნდა იყოს განათლების თანამედროვე სისტემა რადგან მთლიანად ამ სისტემაში ვარ უკვე რომელი წლიდან 74 წლიდან აი უპირველესი კანონი მე მაინც მინდა რომ ეს გამოვყოთ აღნიშნოთ უპირველესი კანონი იქნება ის რომ ეს საზიზღარი სასწავლო პროგრამები იქნას განოლებული და სასწრაფოდ ჩამოყალიბდეს კომისია რომელიც ყველაზე და მე გთხოვდით იმიტომ რომ ამ სახელმძღვანელოებით ამ დონის პედაგოგებით რაიმესარი აღზრდის არ არსებობს მიღწევა შეუძლებელი მე გთხოვდით ნაცნობობით რომ პირველივე დღეს მოგესწროთ პედაგოგიური ფაკულტეტის აღდგენა. ახარ გესმით რომ არ არსებობს. მოდით ნახეთ, ახლა მე ჩამოვაყალიბებ შეხედულებათა სისტემას. თუ 21 საუკუნე, რომელსაც სხვანაირად მეცნიერების საუკუნე უწოდებენ, რაზეა დაფუძნებული? იქ, სადაც არის სერიოზული საგანმანათლებლო სისტემა, არის შერწყმა, იმიტომ რომ ბავშვებს უნდა ასწავლო ეს ყველაფერი სკოლაში, მათემატიკა, ფიზიკა, ეს ფუნდამენტალური საბუნების, მაგრამ იმისათვის რომ ახალგაზრდის ჰორიზონტი იყოს ძალიან ფართო, მას სჭირდება ჰუმანიტარული მეცნიერებები, მაგრამ არა იმ ძველი გაგებით, ლიტერატურა აგერ, ისტორია აგერ, არამედ თანამედროვე ხედვებში ეს არის შეჭრილი ისე რომ ფუნდამენტალური მეცნიერების მეთოდოლოგია გადატანილია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და გამოდის ისეთი რამ რომელიც ყველაზე მყარ საფუძველს ქმნის ახალგაზრდას აღზრდისთვის ამას ქვია ვარიაციული განათლება ნახეთ მათემატიკაზე შევარ გადავარდე რამ გამოიწვია ასეთი განათლების მოთხოვნა? რა კი ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში ვარ, ხოსორია და ყველა სპეციალური განათლება წელიწადში 20% ძველდება, თუ უფრო ჩქარა არა. ახალგაზრდა არ შეიძლება ყოველ 5 წლის მერე ანუ ხელახლა ასწავლო ინსტიტუტში ან სკოლაში დააბრუნო, ხო სწორია? ესე იგი, მას სჭირდება განათლების ისეთი ფუნდამენტი, როცა ეს ფუნდამენტი მყარია და 10 წლეულები არ იცვლება. ასეთი არის საბუნებისმეტყველო განათლება და პლუს ის ჰუმანიტარული შერწყმული საბუნებისმეტყველო, ანუ ვარიაციული განათლება. ვარიაციული განათლება რას იძლევა? თქვენ შეგეცვალათ მდგომარეობა. მაშინ თქვენი ფუნდამენტი გადლებთ საშუალებას თქვენ ცხოვრების ახალი ტრაექტორია ააგოთ იმ შეცვლილ გარემოში. კიდე შეგეცვალათ, მალე არა, თქვენ გადათამაშებას აკეთებთ თქვენი ცხოვრებისეული გზისა და აგზელებთ. ვარირებას იმის მიხედვით. ვარირებას ახდენთ თქვენ იმის და მიხედვით რა გარემოება შეგექმნა. თუ თქვენ ფუნდამენტალური განათლების გარეშე ხართ, თქვენ ამ ვარირებას ვერ გააკეთებთ, იმიტომ რომ ყოველთვის ზედაპირზე იქნებით. ყოველთვის იქნებით იმ პრიმიტიული ქცევის ფარგლებში, როცა საუბარია თავის გატანაზე ამ ცხოვრებაში და არა შემოქმედებით წარმატებულ პროფესიულ შრომაზე.
ქართველები ყველაზე კარგად არიან მისადაგებული ასეთ განათლებას. მე ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, ამდენ ახალგაზრდასთან გითხარით, მე მგონი 3600 სტუდენტის მე იმათი თვალები ვნახე ანთებული გიორგ ხერინძის მოლოდინში. ეს წლების წინ და რა მინდა ამით რო გითხრათ მე ვისთანაც ახლა ახალგაზრდებთან მაქვს არ წვეთ ურთიერთობას პირიქით მიხარია რომ მოდიან აი შესანიშნავი ახალგაზრდებია სხვა გენერაციის ქართველები არიან და სახელმწიფო არის მათი შემაფერხებელი დღევანდელი ქართული სახელმწიფო არის მათი განვითარების შემაფერხებელი ანუ ჩვენი მომავლის შემაფერხებელი ეს ბიჭები და გოგონები ნებისმიერ დონეზე გავლენ საკმარისია გარემო შეუქმნა და მიაწოდო მათ პროფესიულად ის რაც მათ ასად შეეფერება ეტაპობრივად და ისინი ყველაფრის დამძლევები არიან მიხარია მე ძალიან მაგრამ არ მიხარია ის გარემო რომელიც საქართველოშია და ეს ჩვენი ბრალია ყველასი აქ მე ერთ კაცს და ორ კაცს არ დავაბრალებ ბროდსკის დაეთანხმებით თუ არა რომელმაც თქვა რომ არსებობს ერთი მძიმე დანაშაულიო ეს წიგნის არ კითხვაო თუ პიროვნება არ კითხულობს წიგნსო ის მის ცხოვრებაზე აგებს პასუხს, მაგრამ თუ საერთოდ არ კითხულობენ წიგნს, ის ქვეყანა არის იმ დროს უკვე დანგრეული. კი, მე ბროდსკის შემოქმედებას კარგად ვიცნობ, სხვადასხვა გამიკვირდებოდა. როდესაც ბროდსკი ამერიკაში ჩავიდა, მაშინ არც ნობელის პრემია ჰქონდა, უნივერსიტეტიც კი არ ჰქონდა დამთავრებული და 5 უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა სლავიანისტიკაში ხო იმდენად გაცოფებული იყო სტუდენტების დაბალი დონით ბროდსკი აიიოდა და მან ჩამოწერა დიდანაშაულად თulis წიგნი ვინსაც არ უყვარს მან ჩამოწერა მე სხვადასხვა ჩემს Facebook გვერდზე სრულად დავდე ის სია რომელიც ბროდსკიმ ჩამოწერა თავისი სტუდენტებისთვის სავალდებულო საკითხად ნუ თუ იქ ზოგიერთ ახლა წმინდა ლიტერატურის სია ის ყველაფერი და შეიძლება რაღაცა პატარა კორექტირებები შეიტანო მაგრამ ძირითადად კარგა მთელი ამ მონახაზისა რა თქმა უნდა სწორია და მე შემიძლია გითხრათ რომ დიდი დანაშაული ხედავთ რა უწოდა ბროდსკის მიერ ჩამოწერილი ის კლასიკური ფუძე განათლებისა ყველა განათლებული ადამიანის ხელუხლებელი რომ იტყვიან ნორმა იმიტომ რომ შენ თუ ისინი არ წაიკითხე შენ თუ ეს ყველაფერი არ გაიაზრე და შენში არ გაატარე ხო არ გაატარე ეს ყველაფერი შენ განათლებული ადამიანად ვერ იქნები წოდებული მე მინდა განვასხვაო ნაკითხი ადამიანი შეიძლება იყოს აბსოლუტურად გაუნათლებელი ადამიანი კი რატომაც არა წიგნის ნაკითხობა და ბევრი წიგნის წაკითხვა არ ნიშნავს იმას რომ ისევე როგორც თქვენ შეიძლება იყოთ განათლებული ადამიანი, მაგრამ თქვენ არ იყოთ მცოდნე ადამიანი. მცოდნა ეს განათლებილობის შემდეგი საფუძველია. როდესაც შენ ამის საფუძველზე უკვე ღრმად მიდიხარ გარკვეული მიმართულებით. თემურ, ყოველთვის როცა საინტერესო საუბარია, ძალიან სწრაფად სრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეხა გამახსენდა ერთი ძალიან პატივსაცემი ის არის ადამიანი რომელსაც ვიცნობ და არ გინდა მეთქი მოხვედა თქო ჩემთან თქო და მეშინიაო მითხრა იმიტომ კაცი რომელიც უცხოეთში მუშაობდა სულდა რისი მეუთხარი და ნუ რა ვიცი ეხაო და მეუთხარი მიდი ნახე მეთქი ისინი გადაცემებს და მირეკავს და მანნაო მე იმათი მეშინიო ვინც მართლა საშიშიო ეს რა უშუალო გადაცემები გაქვთ და ღიმილი და სიცილი და თითქოს ეს იგი ორი საინტერესო ადამიანი საუბრობს და შენ მათ უერთდებიო მინდა მოვალო ხოდა ეს ძალიან მომეწონა დემურე შეფასება აი ძალიან მომეწონა მე ასეთი უშუალო გადაცემები არ მინახავსო
მე მოდით ოდნავ ვიტყვი ჩემთვის მოულოდნელი იყო ის რომ ამ ცოტა ხნის უკან რამდენიმე თვის უკან მიწვეული ვიყავი გადაცემაში რომელსაც ძალიან კარგი ქალბატონი ტორონჯაძე, აი ფემინისტად წოდებული და მას ჰქონდა ძალზე ირნა ტორონჯაძე, ძალიან ეს ხმაურიანი ქალბატონი, ძალიან ხმაური ეს არის უშუალო ძალიან ნიჭიერი, ძალიან დაკვირვებული. ხმაურიანი ის ვიგულისხმე რომ მისი მსჯელობა თავიდან და ნახოთ ამ გადაცემას თითქმის 85,000 ნახავს, უამრავი გაზიარება, უამრავი შეფასება ახალგაზრდების დიდმა ნაკადმა. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, პოლიტიკაზე, მასალის ძალიან კარგად აწყო გადაცემა. მე მივყვებოდი რომ მისთვის პარტნიორობა გამეწია, იმიტომ რომ გადაცემა მისი იყო, მე მინდოდა რომ ის ყოფილიყო წამყვანი, მე ყოფილიყავი. ყველა იმიტომ მან კარგად იცის თავისი აუდიტორია და თქვენ უნდა ნახოთ შეფასებები, რომ ქალბატონო ირინა ჩვენ გვეგონეთ სხვანაირი, თქვენ მეც აღფრთოვანება ვერ დავმალე იმავე დღეს და რატომ მე მზადა ვარ მივიდე ყველგან სასაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ისეთი საშუალება, როგორც იყო თქვა ჩვენი ახალგაზრდობის დროს. ერთი ქართული ტელევიზია იყო და თუ ვინმე გამოჩნდებოდა მთელი საქართველო მას გინდოდა თუ არ გინდოდა საღამოს ესე იგი უნდა გეყურებინა ის რასაც ეხლა იმ ხელმრავალფეროვნება, ამიტომ მე მინდა რომ რა თქმა უნდა მე თუ არ მიმიწვიეს არსად არ მედივარ, მაგრამ მე იმ პოზიციაზე ვარ რომ ყველა პლატფორმა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ განსხვავებული ადამიანები არიან და ყველგან მინდა ხმა მივაწვდინო. მე ჩავერთე აქ, ჩავერთე იქ ზოგი მეუბნება აქ როგორ მიდი, იქ როგორ მიდი. არა ბატონო, რას ამბობთ? და ერთი საინტერესო რაღაც მითხრეს, რომ აი რა მუსულმანმა ძმებმა ბათუმში რომ არიან ეს ორგანიზაცია იმათმა რომ მიგიწვიონ, მიხვალ? რა თქმა უნდა მივალ. რა საკვირველი? რა თქმა უნდა მივალ. რა საკვირველი? და ეს არის იმდენად ამბანური რამ, რომ ყველგან და მივიდეთ, იმიტომ რომ თუ შენ პრეტენზია გაქვს საჯარო პირობაზე, შენ კარგად უნდა იყო მოტივირებული თუ რატომ ახარ საჯარო პირი. შენგან გამიკვირდაო ეხლა რომ ისა გადაცემა ეხლა ვიფიქრე მანანა კივილს ვერ დაიწყებს იქო და ძირითადად სულ ამას უყურებ არ არის საქართველოში ხშირად. და ძირითადად ვუყურებ სულ ამ ყვირალა იმგენსო და ვიფიქრე მანანა ეს არ არის ეგეთი და რა უნდა იმას აქვთ. აი ამოვისუნთქეო მითხრა და როგორც კი ჩამოვალ კი ბატონო მოვალო და ეს იყო ჩემთვის ძალიან კარგი შეფასება და დემურ უღრმესი მადლობა. იმიტომ რომ ყველანაირ დროს გადავაცილეთ, აი ყველანაირ დროს უღრმესი მადლობა და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რომ თანამშრომლობა გრძელდება. მე არ მინდა რომ მსმენელს ოდნავ მაინც ზედმეტად რუსულად უნდა ვთქვა ხა აუცილებლად ნაპრაშვიჩეს на комплимент. ასე რომ არანაირად მშვენივრად იცით რომ მისთვის მსმენელი და მაყურებლისთვის თქვენ არასოდეს არ იქნებით მომაბეზრებელი, პირიქით 10-მა რომ ნახოს მხოლოდ და იქიდან 2-მა მაინც გაეზიაროს ჯანსაღი ეს უკვე გამარჯვებაა. მოკლედ დასრულდა ჩვენი გადაცემა. გემშვიდობებით, მე გემშვიდობებით შემდეგი ხუთშაბათის საღამოს 10 საათამდე ბატონი დემური მოვძებნით რაღაცნაირად შესაძლებლობას შევათანხმებთ და ისევ შეგხვდებათ. მე კი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.